გამარჯობა, მე ვარ ნათია ბაკურაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროექტის ფარგლებში მოვივლი საქართველოს ეროვნულ პარკებს. დღეს ჩემი ტური მიწისქვეშა სამყაროს დაეთმობა. ესენია პრომეთეს მღვიმე, სადაც ახლა შევდივართ, წავალთ მერე სათაფლიაზე, სადაც დინოზავრების ნაკვალევია და ბოლოს წავალთ ნავენახევის მღვიმეში. წამომყევით. პრომეთეს მღვიმეში პირველი მურალი შემხვდა, ძალიან საინტერესო შეხედე. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ნახატული ძალიან ძველი ნახატი. ეს არის ადგილი, სადაც მიჯაჭვული იყო ლეგენდის თანახმად პრომეთე, ზევსის მიერ დასჯილი, ვიცით ალბათ ყველამ ეს ლეგენდა. ღმერთო! და აი ისიც. შეხედე, ესენი არის სტალაქტიდები, რომელიც ზემოდან ქვემოთ ჩამოიზრდება, ხოლო სტალაგმიტი მიწიდან ზემოთ. პრომეთეს მღვიმეს 22 დარბაზი აქვს, აქედან 6 არის ჯერჯერობით ტურისტებისთვის გაკეთებული და შეგვიძლია შევიდეთ და დავათვალიეროთ. ეს არის ნახეთ გვერდზე უყურს. და ესეთ ნაღვენთებს უწოდებენ ჰელექტიტებს. ეს რო წვეთავს, ანუ ისევ იზრდება. როდესაც წვეთავს, იზრდება. ანუ ის წყალი შეიცავს კრისტალებს და მინერალებს და ის შემდეგ ილექება დროთა განმავლობაში. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მაგალითად 100 წელი სჭირდება ან 10 წელი სჭირდება. ზოგჯერ სწრაფად ხდება შედარებით ეს კრისტალიზაციის პროცესი, ზოგჯერ უფრო ბევრად ნელა და გამოიკვლიეს, რომ 40,000 წლის იყო და მხოლოდ 2000 წელი იზრდებოდა. დანარჩენი პერიოდი არ წვეთავდა, არ იზრდებოდა. მაგრამ ასაკი მაინც მოებადა. ყველა დარბაზს თავისი სახელი აქვს. ერთ-ერთ დარბაზს ქვია სიყვარულის დარბაზი. რატომაც დამაინტერესა ამ სახელმა, თურმე იქ არის ეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები ერთმანეთზე გადაგრეხილი, ისე როგორც შეყვარებული წყვილი. ხო და ახლა მივიდივარ სწორედ მაგ დარბაზში, უნდა მოვინახულოთ. ყველაზე ცნობილი დარბაზია მღვიმეში. ამ დარბაზში ასევე შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი და ოფიციალურად გააფორმოთ თქვენი დაქორწინება, თუ რა თქმა უნდა ამას გადაწყვეტ. რაც თავარია 80 მეტრი მიწისქვეში. მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზში ვიმყოფები. ამის შემდეგ ნავით გასეირნება მელოდება. ეს გია ყანჩელის ახლებური ვერსია, მე მგონი სპეციალურად დაწერილი ამ მღვიმისთვის. აი ამ ჯიბეებში, რომელსაც ეს სტალაქტიტი იკეთებს, ჩნდება თურმე მარგალიტები, ნამდვილი მარგალიტები. ეს არის მდინარე ყუმი, რომელიც სწორედ აქედან იღებს სათავეს და მე შემდეგ მიედინება უკვე სოფელში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით 80 მეტრით მიწის ქვეშ. დამთავრდა პრომეთეს მღვიმეში ჩვენი მოგზაურობა და მივდივართ სათაფლიაზე. მოვედით, ეს არის სათაფლია, სადაც საქართველოს ისტორია და ბუნება ერთმანეთს ერწყმის. აქ 120 მილიონი წლის წინ დინოზავრები დადიოდნენ და მათ ნამდვილ ნაკვალევს ვნახავთ ახლა. ეს არის ის ბალახის მჭამელი დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც უფრო ახალ დროში არის დაფიქსირებული და აღმოჩენილი. რეალურად უცბად კი არა. 120 მილიონი წლის წინ ხო დადიოდნენ და რაღაც მომენტში მოხდა მათი ლიკვიდაცია და შემდეგ 70 წლის შემდეგ აგერ უკვე
უფრო ახალ დროში კიდე გაჩნდნენ. გადაშენდა უმეტესობა და იყო კვებითი ჯაჭვის ღვევაც, კვებითი ჯაჭვის საკვები აღარ იყო. დროში უკან ბრუნდებით იქ, სადაც აღმოჩენილია 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევი. ეს არის ისტორიული ადგილი, სადაც ნამდვილად დადიოდნენ უზარმაზარი გიგანტები. ეხლა მე მივდივარ მთაზე, სადაც უძველესი დროიდან იქ დაფარული იყო უღრანი ტყით. ამ ტყეში ბუდობდა ბევრი ფუტკრები, სადაც ადიოდნენ მოსახლეობა და ეძებდნენ ნატურალურ თაფლს. შესაბამისად, ამ მთას დაერქვა თაფლის მთა, იგივე სათაფლია. სწორედ ეს არის ის ფუტკრის მთა, ველური ფუტკრის მთა. ეხლაც ბინადრობენ, აქ შიგნით აქვს სკები გაკეთებული. ცხოველები აქ არიან? კი ბატონო, ცხოველები არიან. დაგვიფიქსირებია ფოტოხაბანგით დათვი ჩემო ბატონო. დაგვიფიქსირებია გელიც. რომელი დათვი? მურა დათვი. მოვედი სათაფლიას მღვიმეში, სადაც დავათვალიერებთ ახლა და ასევე უნდა ვნახოთ ის მთავარი დარბაზი, სადაც გულის ფორმის ნაღვენთია. სასიამოვნო მუსიკალური გაფორმებები აქვთ. გიაყანჩელის ყვითელი ფოთლები. ესე იგი, ეს ხომ ქვის გულის დარბაზია, ხო და თუ კი გულით რამეს ჩაიფიქრებ და ისურვებ, ისე რომ ხელით შეხება არ არის საჭირო, არც შეიძლება. ეს იმხელა გულია, რომ მაინც შეგისრულებთ სურვილებს. შეგიძლიათ უბრალოდ აი ეს ზედაპირული. ხერამ ხელას სტალაგნატია. გესმის ხმები? იურულ პარკში მივდივართ. ბავშვებისთვის გასართობიაო და მე მგონი უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესოა აქაურობა. აქაურობა მართლა იურულ პერიოდს გავს. აქ არის სიმულაციები, როგორც ხორცის მჭამელი დინოზავრების, ასევე ბალახის მჭამელის. მოდი, ახლოს მივიდეთ. მე არ ვიცი რატომ არის ეს ატრაქცია ბავშვებისთვის, ოდესაც დიდებისთვისაც ძალიან საინტერესოა. დროში მოგზაურობაც ამას ქვია. ნამდვილი ტირექსის წინაშე ვდგავარ და არ მეშინია. ამებზე ვდავი. მერტო. ძალიან ლამაზი ხედებია და თუ შეიძლება მოგვიყვეთ, რას ვხედავთ აქ ჩვენ. აქ ვხედავთ საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს, ვხედავთ მცირე კავკასიონს. პირდაპირი შედით აჭარაგურიის მთიანეთი. ვხედავთ თვით კავკასიონს. ჩრდილო დიდ ნაწილს კავკასიონისას. კოლხეთის დაბლობი თავისი ისტორიული დედაქალაქით აიათი, მდინარე რიონის ხეობა, ვხედავთ გელათსაც და სათაფლიას ტერიტორიის დიდი ნაწილიც. ფაქტობრივად მთელი საქართველოს ხელის გულზე ჩანს ამ ადგილიდან. ნახევარი მეტი. მოვედით საქართველოს გულში იმერეთში სოფელ ნავენახევში, სადაც მესამე მღვიმე უნდა მოვინახულოთ, რომლის ისტორიაც 27 მილიონი წლის წინ იწყება მიწისქვეშ. შემოსასვლელშივე უზარმაზარი სტალაგნატია, რომელსაც ზღაპრულ ურჩხულს ეძახიან. ნავენახევის მღვიმე 250 მეტრიანი, 2 სართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. აი ნავენახევის მღვიმეში არის უნიკალური სტალაგნატი, რომელიც იშვიათი არის მღვიმეებში. 18 მეტრი აქვს მას გარშემოწირულობა, რომელიც რამდენიმე მილიონობით წლებს ითვლის. მართლა ძალიან განსაკუთრებული და ლამაზი მღვიმეა ნავენახევის მღვიმე.
იმდენად მყუდრო, რაღაცნაირად ახლოს ხარ ყველა სტალაქტისთან და სტალაგნატთან. რასაც აქიან ამას? აი ეს არის ლომის თათისებური სტალაქტიტი. ნაუჭრება, ნიგერი. აი ქაული წვეთის ლომის შედეგია. აი ეს ყველაფერი ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით. და აი მივადეთ მღვიმის კიდე საიდანაც გასასვლელი არ არის. ვიდაიდან აქ არის 7 მეტრიანი სტალაგნატი. ამოკედილი აქვს გზა და გასასვლელი არის ჩაკეტილი. მუდმივად ამ მღვიმეში 14 გრადუსია. ნუ აი სეზონთან დაკავშირებით შეიძლება რამოდენიმე გრადუსით მოიმატოს ან დაიქოს უმნიშვნელოდ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ და ნახეთ ეს საოცარი ადგილები. საქართველოს ბუნების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მოდით ერთად გავუფრთხილდეთ მას. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა ერთად აღმოვაჩინოთ საქართველოს ეროვნული პარკები. ეხლა მინდა რომ შევიდე იმ დარბაზში, რომელიც ჯერ გახსნილი არ არის, მაგრამ არც ვიცი გაიხსნება თუ არა საერთოდ. შესულ ხარ? გზა არის, უბრალოდ სიბნელეა. აი ნამდვილი მოგზაურობა სად იწყება? წავედით. უზარმაზარი ობობა გაზის შენს უკან და წავედით. სტუმრებს ხო ნუ გაიმეორებენ ამ სიგიჟეს.